არქიმანდრიტი ლაზარე აბაშიძე სულის ფარულის ნეულებანი, როდის არის სიმდაბლე ყალბი. აქამდე ხშირად მეორდებოდა საჭიროა დამდაბლება უპირველეს ყოვლისა სიმდაბლის ძიება, მაგრამ უნდა ითქვას, რომ თვით სიმდაბლეც შეიძლება იყოს ყალბი. ჯერ ერთი საჭიროა ზუსტად განვასხვაოთ სიმდაბლე მდაბლად ზრახვისგან, ხოლო ეს უკანასკნელი მდაბლად მეტყველებისგან. სიმდაბლე არის ერთ-ერთი უმაღლესი სახარებისეული სათნოება. ის ადამიანურ შემეცნებას აღემატება. სიმდაბლე საღმრთოა. ის არის სწავლება ქრისტესი, თვისება ქრისტესი, ქმედება ქრისტესი. იოანე კიბის აღწერელი ამბობს, რომ მარტოოდენ სულიწმიდით მართულთ ხელეწიფებად სიმდაბლეზე სათანადოდ მსჯელობა. სიმდაბლის შეძენის მსურველს მარტებს გულმოდგინედ შეისწავლოს სახარება და ასეთივე გულმოდგინებით აღასრულოს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ყველა მცნება. სახარებისეული მცნებების აღმასრულებელი შეძლებს შეიგნოს საკუთარი და მთელი კაცობრიობის ცოდვილობა, დარწმუნდეს, რომ კაცთა შორის ყველაზე უარესი ცოდვილია სიმდაბლე გულისხმიერი გრძნობაა. დაბლად ზრახვა არის აზროვნების სახე, სრულად გადმოღებული ქრისტეს სახარებიდან. თავიდან უნდა შევისწავლოთ დაბლად ზრახვა და სულიც მასში წვთნის შესაბამისად შეიძენს სიმდაბლეს. სულს სიმდაბლეს მიმადლებს ღმერთი. აქ მოქმედეს მადლი ღვთისა, ხოლო მდაბლად ზრახვით ვემზადებით სიმდაბლისთვის და უფალს უცხადებთ ჩვენ სურვილს, შევიძინოთ წმინდა სიმდაბლე. დაბლად ზრახვით ქრისტიანი ცდილობს ყველაფერი აკეთოს ისე, თითქოს უკვე შეძენილ სიმდაბლეს ავლენდეს ახლობლებთან ურთიერთობაში, თავის ყველა ქმედებაში, გულის სიტყვაში. რადგან მისი სული ჯერ კიდევ არ დამდაბლებულა, ამიტომაც აუცილებელია ძალა დაატონოს თავს და ასე შეინარჩუნოს დამდაბლობის განწყობა, მოთოკოს თავისი ნებისმიერი უტიფარი მისწრაფებები, მაგრამ ეს არ არის თვალთმაქცობა და სიღალბე, რადგან ამგვარი ქცევის მიზანია მოიხვეჭოს სიმდაბლე. რა თქმა უნდა, ამისთვის იგი მოიქცეს მოგძალებულად, ილაპარაკოს ხმადაბლა, იაროს დინჯად, არ იკამათოს, არ ეცადოს თავის გამოჩენას და ასე შემდეგ. მდაბლად ზრახვას ძალზე ჰგავს მდაბლად მეტყველება, რომლის მოქმედება და გარეგნული სახე თითქმის პირველის გამეორებაა, მაგრამ შინაგანად სრულიად განსხვავდება მისგან. მდაბლად მეტყველებას სხვა მიზანი აქვს, მას სურს ადამიანებს თავი მოაჩვენოს მდაბლად, რის გამოც ძირს ხრის თვალებს, საუბრობს ხმადაბლა, მოგძალებულად, გამოიყურება მშვიდად და თავშეკავებულად, ზოგჯერ საკუთარ თავზე წარმოთქვამს მამხილებელ ფრაზებს, მაგრამ ეს ყოველთვის ხდება მოსაჩვენებლად, ხალხის აზრის შესაქმნელად. რამდენადაც სასარგებლოა ღვთის წინაშე ცოდვილობის გამო ფარულად თავად გაკიცხვა და რამდენადაც სასარგებლოა ღვთის წინაშე ცოდვილობის გამო ფარულად თავის გაკიცხვა და დადანაშაულება სულის სიღრმეში, იმდენადვე საზიანოა ამის გაკეთება კაცთა წინაშე, რადგან ამით გავაღვივებთ მაცდურ აზრს, რომ ვართ მდაბალნი, გვეუბნება ეპისკოპოსი ეგნატე. მან შენიშნა საინტერესო რამ, ამა სოფელს ძალზე არ მოსწონს ადამიანთა ჭეშმარიტი სიმდაბლე, ხოლო ცრუ თვალთმაქცური მუდამ ერთობ იზიდავს. მღვდელმთავარი წერს, სამონაზვნო ცხოვრებაში წარმატებული ადამიანები იძენენ გულის განსაკუთრებულ თავისუფლებასა და სიწრფელეს, რამაც შეუძლებელია თავი არ იჩინოს მათ ურთიერთობაში ახლობლებთან. ეს არ მოსწონს ამა სოფელს. მათ ამპარტავან ადამიანებად მიიჩნევს. ერი ეძიებს მნიქმნელობას, მათში ხედავს სიწრფელეს, რაც არ სჭირდება. მათშივე ხედავს თავისთვის საძულველ მხილებას. შეინიშნება, რომ ჭეშმარიტად მდაბალი ადამიანები, რომელთაც მოყვასი უყვართ, არ ზრუნავენ იმაზე თუ რა შთაბეჭდილებას მოახდენენ სხვებზე. ისინი ყურს უგდებენ თავიანთ სულს და მხოლოდ იმას ლამობენ, რომ ნამდვილად აღასრულონ ქრისტეს მცნებანი მოყვასის მიმართ. ასეთი კაცთა ქცევა ძალზე თავშეკავებულია, ზოგჯერ გარეგნულად მეტისმეტად პირქუში და მკაცრის ჯანს, მაგრამ თავად დრო ცხადყოფს, რომ ეს ადამიანები ჭეშმარიტად ზრუნავდნენ მაყვასზე. თანაუგრძნობდნენ მათ და ეხმარებოდნენ, ხოლო თვალთმაქცნი, პირმოთნენი, ვითომ თავმდაბალნი ხშირად უჩვეულოდ გულღია
ალერსიანი და თავაზიანი არიან, მაგრამ საკმარისია კაცს რაიმე მწუხარება, გასაჭირი სირთულე შეემთხვეს და ისინი აღმოჩნდებიან შორეულნი, გულწივნი, უცხონი, აუღელვებელნი მოყვასის ტანჯვის მიმართ. სწორედ ეს არის ცომი იგი ფარისეველთა, რისგან გაფრთხილებაც დაუდო მცნებად თავის მოწაფეებს უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ. ჯერ გადავწყვეთ რაიმეს გაკეთებას, რადგან მას ჩვენი ცხონებისთვის საჭირო, ანუ ღვთისათვის სათნო საქმედ მივიჩნევთ, მაგრამ შემდგომ უარს ვამბობთ მასზე და ამის მიზეზი სხვა არაფერია თუ არა, თავის სიბრალული. არ გვინდა ძილის მოკლება, ცხომამდე ჭამის შეზღუდვა, თავის შეწუხება. შეგვებრალება საკუთარი თავი და მივატოვებთ საქმეებს, რომელთა კეთებაც სინდისმა გვიკარნახა და საჯაროდ მივიჩნეთ საცხოვნებლად. ასეთი საქციელით ჩვენ ღვთისათვის სათნო ყოფისა და ცხონებისათვის ზრუნვიდან ვინაცვლებთ თავმოთნეობისაკენ. მოქმედებთ იმის საპირისპიროდ, რაც დავისახეთ, ვიმედოვნებთ სასუფეველის დამკვიდრებასაც და მოსვენებით ტკბილად ცხოვრებასაც. ეს კი ურთიერთთან შეუთავსებელია. წმინდა მოღვაწენი ნიადაგი მეორებდნენ, ვისაც სურს ნებისმიერი სვლა ხსნის გზაზე, მან სასიკვდილოდ უნდა გადადოს თავი. საუბარი არა რაიმე უმნიშვნელოვანზე, არამედ თავად სიცოცხლის დაკარგვაზე, რათა სიცოცხლის ბოლომდე მიყვეს წამოწყებულ საქმეს. თუ თავის სიბრალულს აყვები, მაშასადამე ჯერაც არ უარყავის საკუთარი თავი, ერთი ნაბიჯიც არ გადაგიდგამს ქრისტეს გზაზე. ამის შესახებ მხოლოდ ფიქრობდი და საუბრობდი, საქმე კი არ მოაყოლე. ისაკ ასური გონების დაბნელების დაშვება უპირველესად შეინიშნება სიზარმაცეში ღვთის მსახურებისა და ლოცვის მიმართ. ჯერ სული თანდათან ჩამოშორდება მათ, შემდეგ კარგავს ღვთის შემწეობას და იოლად უარდება ხელთ მტრებს. სხვა გზა სულიერი ცხონებისა არ არსებობს. ერიდეთ უქმობას, რადგან მასში იმალება უეჭველი სიკვდილი. თუ უქმად არ ვიქნებით, შეუძლებელია ჩაუვარდეთ ხელთ ჩვენ დატყვევების მსურველთ. სამჯეროს დღეს ღმერთი განგვიკითხავს არა ფსალმუნთა და ლოცვის დატევების გამო, არამედ იმიტომ, რომ ამგვარი ქმედებით ეშმაკებს ჩვენში შემოსასვლელი კარი ეხსნებათ. ხოლო როცა ისინი ადგილს ნახავენ, დამკვიდრდებიან და თვალთა კარსაც ჩაგვირაზავენ, მაშინ სისასტიკით აღესრულებენ ჩვენზე იმისა, რაც ღვთისაგან განკითხვისა და უსასტიკეს სასჯელს იმსახურებს. გაფრთხილდი, მცირესაც ნუ დაუთმობ შენს თავს, რათა არ მიხვიდე მრავლის დათმობამდე და უდიდეს დაცემამდე. მცირე დაუდევრობაც, როგორც მავანმა ითქვა, ხშირად მივყავართ დიდ საფრთხემდე. მცირესა და უმნიშვნელოს მუდამ ხიზლად უნდა მოვეკიდოთ. ეს არის სიბრძნე. მღვდელმთავარი ეგნატე, კაცთა სურვილების თვისება იმგვარია, რომ აუცილებლად უნდა ვისწავლოთ წვრილმანებში მათი დაძლევა. წვრილმან სურვილებზე გამარჯვების შეჩვეულ დიდს სურვილებსაც მოითოგავს, ხოლო მცირე სურვილებით ძლეულს დიდი უეჭველად დაამარცხებს. შეუძლებელია ტკბის მოყვარეობისა და მრისხანების ვნებაზე გამარჯვება, თუ არ ვისწავლით უკლებლივ ყველა სურვილის დამორჩილებას. მხოლოდ ამგვარად ხდება გაუკუღმართებული ნების გამოსწორება. მღვდელმთავარი თეოფანე, მოშურნეობით სათნოყოფა ღვთისა არის სიხარულით ახსავსე. ღვთაშესმული სვლა სულისა ღვთისაკენ. უამისოდ შეიძლება მთელი საქმე გაფუჭდეს. ყველაფერი უნდა კეთდებოდეს ღვთის სადიდებლად, ჩვენში დამკვიდრებული ცოდვის საპირისპიროდ. ამის გარეშე კი ყველაფერს შევასრულებთ მხოლოდ ჩვევების კვალობაზე, წესიერების მოთხოვნით, რადგან ასე იქცეოდნენ უდიდგანვე და ასე იქცევიან სხვები. ამრიგად, ნათელია, რომ ქრისტიანი მოშურნეობის გარეშე ცუდი, მოდუნებული და უსიცოცხლო ქრისტიანია, არც ცივია, არც თბილი, ასეთ ცხოვრებას კი ცხოვრება არ ქვია. ვეცადოთ კიდევ მოშურნეობა, გამოვიჩინოთ კეთილ საქმეთა აღსასრულებლად, რათა ჭეშმარიტად სათნო ვეღოთ ღმერთს. ასე რომ თითოეულ ჩვენგანს ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით მართებს საკუთარი გზის, საკუთარი საზომის პოვნა.